მოგესალმებით ყველას. დღეს ჩაგიტარებთ მასტერკლასს ხორცის შესაგემებლად, როგორ გავამზადოთ ნიორით. ეს არის ჩვენი დამზადებული სვანური მარილი და ზეთით. მოკლედ მე ახლა გავხსნი. აქ მაქვს 3 კბილი ნიორი, გაჭყლეტილი. ამას დავამატება ეგ სვანურ მარილს, სადღაც დაახლოებით 2 სუფრის კოვს. გაჩნია რამდენისთვის გჭირდებათ. მე ახლა უნდა შევწვა სადღაც 2 ცალი ქათამი და ამიტომ დამჭირდება უფრო მეტი მასა. 3 სუფრის კოვზი მარილი ავიღე, სვანური, ეს მარილი არის ჩვენს ოჯახში დამზადებული და ამას დავამატებ ზეთს. მოკლედ ზეთი უნდა დავამატოთ იმდენი, რომ მასა გამოგვივიდეს სველი. და შემდეგ ესე კარგად აუბრუნოთ ამ მასას, შევურევთ. მე როგორც ხედავ, თვალის ზომით ვაკეთებ ყველაფერს და ზეთი ჯერ ისევ ცოტა არის, კიდევ უნდა დავამატო. არც ძალიან ბევრი უნდა უქნათ ზეთი და არც ცოტა. მოკლედ ისეთი მასა უნდა გამოგვივიდეს, რომ სასიამოვნო იყოს, არც თხელი და არც სქელი. აი მე სადღაც ესეთი მასა მივიღე უკვე. ეს არის უნიკალური, როგორც საქონლის ხორცისთვის, ასევე ღორის ხორცი, კარტოფილთან ერთად და ქათამთან ქათმის ხორცი. ამით დავამუშავებთ, ახლა მე თქვენ განახებთ პროცესს, როგორ დავამუშავებ ქათმის ხორცს და შემდეგ შევდებ შესაწვავად. გამოდის უნიკალური, ძალიან გემრიელი და მოკლედ ვისაც გიყვართ მსგავსი სუნელებით და ნივრით შემწვარი ხორცეული, მათ გამოგადგებათ აუცილებლად ეს რეცეპტი.